კუნძულზე და თქვენ კიდევ იქითკენ იყურებოდით აი ამ საშინელებებში მონაწილე ადამიანებს ეხვეწებოდით არიქა თქვენი ყურადღების ღირსი გაგხვადეთ და მოგვაქციეთ ყურადღება და ერთად ვიყოთ რა, ერთად ვიყოთ. რას გავს ეს? ეს რა ხელისუფლება გყავს, ერთი ამიხსენით რა. თუ დაგისვათ ვინმეს ესეთი შეკითხვა ხელისუფლებისთვის, თქვენ ალოცულებო ამის თანა ხალხთან რა გესაქმებათ მართლმადიდებლურ. ამხელა ტრადიციების, ამხელა ისტორიის, არ ვიცი მე, ცივილიზაციის აკვანის ქვეყანა, ხო? ვის ეხვეწებოდით იმ პედოფილებს, სისხლის მსმელებს, მკვლელებს, არასრულწლოვანების გამაუბატურებლებს და მკვლელებს. იქ მკვლელობებიც ხდებოდა, მაგრამ ნახეთ, ვიღაცები ამხილეს და ვიღაცები საერთოდ დაფარეს და მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი იქ მონაწილე, რომლებიც დღესაც აქტიურ პოლიტიკაში არიან და აქტიურ ბიზნესებში და ფინანსურ აიმებს ატრიალებენ და ერთ ამბავში არიან. აი ეს შეკითხვა მაქვს. გამოდიხარ მე ამის შემდეგ და ურტყავ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არც ბერკეტი არ ქონია, რომ გაეფუჭებინა რამე ამ ქვეყნისთვის, დაეშავებინა რამე. არც პარლამენტში ყოფილა, არც იქ არ ყოფილა, არც აქ არ ყოფილა, არსად არაფერი ქუჩიდან ებრძოდა ჩვენი სიწმინდეების დაცვისთვის იბრძოდა და ჩვენი ტრადიციების დაცვისთვის იბრძოდა, ხო? და ამას ებრძვი, ორჯერ პარტიას უუქმებ, იქ რაღაცა ჭორებს უგონებ, იქ ისაო და ეხლა დღეს გუშინ და დღეს ვცელდები ინფორმაცია, რომ აგერ ეს კონსერვატორული ფრთა, რომელიც გამალებით ურტყავდა აი ამ კონსერვატორებს, ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელსაც არავითარი ბერკეტი არ ქონიათ თავის ხელში, უკვე აღიარებითი ჩვენების მიცემა დაიწყეს. რატო გვირტყავდნენ? მე რამდენი წელია უკვე კონსერვატორების საქმეს ვაკეთებ და მინდა რომ ეს ბიჭები აქტიურ პოლიტიკაში მოვიდნენ და მე ამ პოლიტიკური ძალის მეტს ვერავის ვერ ვხედავ ამ ქვეყნის მაშველად მაგალითად, ხო რომ ეს ქვეყანა გადაარჩინოს. იმიტომ რომ არიან მართლმადიდებლები, არიან ქრისტიანები თავისთავად, არიან ახალგაზრდები, არიან ძალიან დაფიქრებული და დინჯი ახალგაზრდები. ეხლა ყველაფერი ეშლება, შეიძლება ამ ბიჭებსაც რაღაცა შეეშალოთ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ისეთი შეეშალოთ, რასაც ესენი დანაშაულებს ჩადიან და გადაცდომა შეცდომებს ეძახიან. უფალი დაგვიფაროს, მე მგონი დღეს აი ეს კონსერვატორული ფლანგი, რომელიც მოხოდილი იყო მთლიანად დარტყმებზე, ხო? გამუდმებით ურტყავდა, ხან რას უგონებდნენ ამ პოლიტიკურ ძალას. ალტინფო. ჯერ იყო რადიკალები იყვნენ ეს ბიჭები, მერე თურმე პუტინისტები იყვნენ და რუსეთუმეები და პუტინი აფინანსებდა, მერე დიპსტეიტის დააბრალეს, მერე ეხლა ალბათ ეფშტეინის იმას კუნძულზე გულაობასაც დააბრალებენ რა. და იყენებენ ზუსტად აი ეს ქართული ოცნება იყენებს ეგრეთ წოდებულ ფსევდოეროვნულებს და ფსევდოკონსერვატორულად მოაზროვნეებს, რომ დაერწყათ ამ ბიჭებისთვის, ამ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც ჯერ არაფერი არ დაუშავებია ამ ქვეყნისთვის და ვერც დააშავებდა რა ფიზიკურად ამის საშუალება არ ქონდა. ეხლა ერთი ვიდეო მინდა ჩაგირთოთ, მე შევატრიალებ კამერას და ერთ ვიდეოს მოგასმენინებთ, გაგახსენებთ ერთ-ერთი ადამიანის განცხადებას, რომელიც თავგადადებული გლანძღავდა და რავი, ამის დედა გვაგინა ყველას. ეხლა
მე ნაკლებად შემეხებოდა პარტიის წევრი არა ვარ, მაგრამ მაინც ჩემ თავზე ვიღებდი, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და ერთგული ამომრჩეველი. აი ეხლა მინდა ზუსტად ამაზე გავამახვილო ყურადღება და ერთ ადამიანს მივატრიალებ კამერას და დაგანახვებთ და თან მოგასმენინებთ. ძალიან რო კონსერვატორობთ, არავითარი კონსერვატორები არ ახართ თქვენ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პუჩისტების ჩამომავლები, იმ იდეოლოგიას ავცელებთ, რა მაგარი ნაძილები ხართ რა. კანასკნელები ხართ თქვენ, ვიღაცა ნაძილები, საიდან მოგრეკეს. მე ვიცი ვინც გაფინანსეთ მოსკოვიდან, მილიონი ლარს გაძლევდათ ყოველთვე ბიზინა ივანიშვილი და მოატყუეთ. მოატყუეთ და კარგათაც გიყოთ, რომ ეგრე დღეში ჩაგაგო. ქართული ოცნების ერთ-ერთი იდეოლოგია იყო მოსული თავის მეგობართან ერთად და 4-ვე დამფუძნებელი იქ ვიმყოფებოდით. მეც ტემურ გიორხელიძეც, შედი კოკინაშვილისას. და ეს პიროვნება ხშირად ტელევიზიებში და გამოდის და ყველაფერი იცის აი ამ ყველაფრის შესახებ. აი მას თქვა პირდაპირ და სიტყვით გეტყვით. პელაგია შეაპარე ლაპარაკში. აი ამ კაცმა იცით რა თქვა? ყოველთვე მილიონი ლარით აფინანსებდა ალტინფოსო. მერე თავში აუვარდა თუ მოსკოვში დარბოდნენ პირიდონა სულანჯიან, მიტომ დასაჯეს თქვა. და მზათა ვართ უკვე, თავში აგივარდა, მზათა ვართ ხელისუფლებაში მოსასვლელად და გადაგდება დაუპირეთ ბიზნესს. რომ ალტინფოზე ულაპარაკია რაღაცა. აი ეს ხვება ეს კაცი, ხლა არ მინდა დავასახელო. მთელი საქართველო იცნობს ამ კაცს. და მისი ნალაპარაკელი თაბაგართან. დიახ, აფინანსებდნენ, მაგრამ მოატყუეს. უნამუსოთ მოატყუეს, დიახ ბიძინა ივანიშვილი ალტინფოზე ულაპარაკია რაღაცა. ვინც კი ამ ყალბი არჩევნებში კიდევ ერთხელ 30-ად და 35-ად მიიღებს მონაწილეობას, ყველას გამოვაცხადებთ მოღალატედ. თელ საქართველოს გავაგებინებთ, რომ აი ესენი არიან მოღალატეები და ქართველებს ღალატობენ. უკუღმა ეს ასინა და უკუღმა. თქვენ ახალ ფარისევლები, გაფუჭებული ხალხი, ერთი როგორ მიხვალთ არჩევნებში მაგასაც ნახავ. ამ არჩევნებს არ ჩაგატარებინებთ ქართველთა დიდი გაერთიანება და ხო, აი იმიტომ მოგასმენინეთ თავიდან ბოლომდე, რომ იქ არის ბოლოში სიტყვები უკუღმა ასინეთაო. აი ჩემს რიმს რო ქვია უკუღმა ასინეთა. აი ამათ ხელში ვართ ჩვენ ზუსტად. ჩვენი ქვეყანა ამათ ხელშია, ამ უკუღმა ხალხში და უკუღმა ასინეთათა ხალხშია ესეთი ჭორების გამავრცელებლები და ეს ლაპარაკობს ეხლა, ესე იგი ხაინდრავას, მანჯავიძის, უცნობის და ესეთი ხალხის გავრცელებული ინფორმაციაზე. თურმე ბიძინა ივანიშვილი მილიონი ლარით აფინანსებდა ალტინფოს ბიჭებს, მაშინდელ ალტინფოს ბიჭებს და მერე უკვე კონსერვატორები საქართველოსთვის, როცა პარტია ჩამოაყალიბეს, მერე თურმე ესე იგი აფინანსებდა და დღეს გამოდის ეს ნაძირალა პირდაპირ აი მინდა რომ ჩემ სტრიმზე ესე უწოდო აი ამ ჭაბუკაშვილს რა და ეროვნული როა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებას რო იბრალებს და თურმე მოწადინებული ყოფილა კაცი რომ ქართველი ერი გააერთიანოს. აი ესეთი დემაგოგიით, ჭორებით და ესეთი განცხადებებით და ესეთი დეზინფორმაციის გავრცელებით უნდა თურმე რომ გააერთიანოს ქართველი ხალხი. გესმით ხალხო, ვისთანა გვაქვს საქმე? ეხლა ვინ არის დაფინანსებული ჭაბუკაშვილი თუ ალტინფო? ესენი სუყველანი, ეს ეროვნულ ძალთა დიდი გაერთიანების მოწადინე ხალხი და თუ კონსერვატორები საქართველოს.